იზოლატორიდან გათავისუფლდა ლევან ჯობავა საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს ორკვირიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მანამდე იზოლატორიდან გამოუშვეს შალვა ჩუბინიძე, რომელსაც ასევე 14 დღით აღუკვეთეს თავისუფლება. სახესის იზოლატორთან მათ ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დახვდნენ. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, გიორგი, სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორი ლევან ჯობავამ. მანამდე კი რამდენიმე საათით ადრე მინდია შალვა ჩუბინიძე უკაცრავად გათავისუფლდა ზაჰესის იზოლატორიდან. ისინი რეჟიმის პატიმრები მას შემდეგ გახდნენ, რაც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გზის გადაკეტვის კანონში ცვლილებები მიიღო. სწორედ ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძე იყვნენ პირველები, ვინც ამ რეპრესიული კანონის სამიზნეები გახდნენ. მათ დღეს იზოლატორთან ოჯახის წევრები, მეგობრები დახვდნენ. გათავისუფლების პოზიცია კი უცვლელია. ისინი კვლავ ფიქრობენ, რომ რეჟიმი ყველა დაკავებით, დაჭერით და დაშინებით ცდილობს იმას, რომ საზოგადოებაში რუსთაველის გამზირზე მდგომ პროტესტანტებში პროტესტის ხმა ჩაახშოს და გააჩუმოს ისინი კვლავ ამბობენ იმას, რომ აუცილებლად გააგრძელებენ პროტესტს და რუსთაველის გამზირზე ისევ იდგებიან დანარჩენ პროტესტანტებთან ერთად. რა მცდელობაც არ უნდა ქონდეს რეჟიმს უსამართლობასთან შეუგუებლობის გამო პროტესტს ვერ ჩაახშობს, თუ არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რა მოთხოვნაც აქვს მოსახლეობას და მოქალაქეებს რა. შესაბამისად რა ვიცი, ეს არ არის პირველი პატიმრობა, ეს არ არის უკანასკნელი პატიმრობა, ხო? იმ ადამიანებისთვის, ვინც რეჟიმს არ ურიგდებიან. თან ვიმეორებ, რომ ყავს ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებიც წელიწადნახევარია, 1 წელია, 6 თვეა პატიმრობაში არიან და ყველა არის მხნედ და აქეთ გვამხნევებენ და ამ ფონზე უფლება არ აგვაქვს, რომ რაღაცა ყურები ჩამოყაროთ და მაგას არავინ არ აპირებს. ცხადია, რომ ხალხის დასაშინებლად, დასაჩაგრად იყენებს ამ ახალ მიდგომებს ცდილობენ. თავის რუსი პატრონებისგან გადმოაქვთ ეს წესები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქართველებზე ეს არ იმუშავებს. სალაპარაკო ამათთან არაფერი არ არის, მხოლოდ წადით. მეტი არაფერი რა შეიძლება ამას მიმართო ან ელაპარაკო, არაფერი, წავიდნენ და გაიუარესებენ იმ მდგომარეობას, გააღრმავებენ იმ ზისკს, რაც უკვე მათ მიმართ არსებობს, იმიტომ რომ არის დამთავრება რაღაცის, ჯობია დროზე დაამთავრონ, ვიდრე ხალხი უფრო გაბრაზდეს და ის კეთილი და მართლაც განათლებული და ნორმალური ხალხი და ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, ვინც აპროტესტებს მათ რეჟიმს, ჯობია რომ არ გააბრაზონ უფრო მეტად. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი ამ დრომდე იზოლატორში რჩება, ნაწილი კი ნელ-ნელა ტოვებს წინასწარი მოთავსების იზოლატორს. საერთო ჯამში ყველას პოზიცია ერთი და იგივეა, პროტესტი უწყვეტი და უდრეკია და ისინი იქამდე გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ორი ძირითადი მოთხოვნა, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები არ შესრულდება.